მეტად მცირე მდგომარეობა. სამაშაბლოში ქართულ ბიჭაზე არ ეწევენ ქართველებს. საქართველოს ებრძვია სამაშაბლოში. ცხინვალში მოსაკლავად დაძდევდნენ ქართველებს. 10,000 ბინა ქართველისა დაზულია და განადგურებულია. ხორში გიძლია ისტორიულ სამაშაბლოში ქართული ენის ინტერესების დაცვა ის მაინც მიხარი. წამოვიდეთ იქიდან თუ გადავიდეთ და შევიწავოთ ეროვნება. მე ცხინვალში ვერ შევალ, მანამდე ფლაცი წყარი არ იქნება. სამაჩაბლო ეს ტერმინი ოსებ ძალიან აღიზიანებს. ოფი გაუქმდეს. მოსეთი საკუთარი ერთ-ერთი ბოლომდე უკაცრავა. ხოთვალიდეთ არ გვიძებნ. ეს აღარ გუნხებიან, რა ვიცი, სადღაც დავიმალოთ არ ვიცი. Я их своим люблю, отдельно, и грузина люблю. Ну как вы можете к кому обращаться? აი ვიდი დაიცავ, სამადირო ჩათები დაიცვა. ვიდი და რა გარაგებდა. ეს უნდა შეიქმნეს მოხალისეთა შტაბი. მეწერებით ნებისმიერ სტრუქტურაში, ნებისმიერ გვარდიაში, ნებისმიერ მილიციაში. უნდა მივმართოთ გაეროს, უნდა მივმართოთ მსოფლიოს მთავრობებს მოთხოვნით, რომ ყურადღება მიაქციონ აგრესიას, რომელიც შეწინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა რეგიონში შენობა ჯარებმა არაფერი გააკეთეს იმის რომ შვილო ყოფილიყო პირიქით. ნაცვლად იმისა რომ განაიარაღოს ექსტრემისტები, მათთან ერთად დაერია ქართულ სოფლებს, ალყა შემოარტყა მათ და ამზადეს მათ გენოციდს. Განმეორებას უნდა მივმართოთ моთხოვნით, რომ გაიყვანოს თავისი დამსჯელი ჯარები. Когда в 1783 году Грузия и Россия заключили Георгиевский трактат о дружбе, в состав какого государства входил Цхинвальский регион и как он назывался? Южной Осетии или внутренней Картании? Цхинвальский регион всегда назывался внутренней Картлией. Южная Осетия — это не географический термин. Это термин, изобретенный большевиками, которые аннексировали и оккупировали Грузию. Какие мы оккупанты? Тут даже простым глазом видно, что ничего оккупационного-то нет. Вообще, если юридически рассуждать, то могут быть две пути. Путь мира и путь войны. Если пойти по пути войны, то это можно войну продолжать и 5 лет, и 10, и 100 лет, и превратить ее вообще в войну. Ан историкოსები, ан ისტორიოგრაფები არ იყურებიან ჩვენ ქართულიდან არაფერს დასკვნებს, რელი იყვნენ ისინი ქართველი არიცათვის, რა არიან. $1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ვლადიკავკაზში გადახვეწილ ოს სეპარატისტებს უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ. თუმცა მშვიდობიანი არც ეს დაბრუნება ყოფილა. ეპოქათა გასაყარზე საქართველოში არსებულმა მძიმე სოციალურმა ფონმა და ძველი ეკონომიკური ურთიერთობების რღვევამ საყოფაცხოვრებო დანაშაულებათა წახალისება გამოიწვია, რაც ისეთ ცხელ წერტილში, როგორც შიდა ქართლი იყო, ეთნიკური დაპირისპირებაც გაამძაფრა. გარდა ამისა, ახლად მოსულ საბჭოთა ხელისუფლებას გადახვეწილი 20,000 ოსის მისაღებად, რომელთაც რევანშისტული ბანდფორმირებებიც შემოჰყვნენ, არანაირი სოციალური ბაზა არ გააჩნდა. ამდენად საქონლისა და სურსათის კურდობამ, ასევე კრიმინალურმა დანაშაულმა და დაუსჯელობის სინდრომმა შიდა ქართლში მასობრივი ხასიათი მიიღო. არ არსებობს არც ერთი სახეობის დოკუმენტი, რომელიც 1921 წლის საქართველოს გასაბჭოებიდან მოკიდებული ოქტომბრამდე რაიმე სახის ნიუჩიერ სასურსათო დახმარებას აღმოუჩენდა
საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება ჩრდილოეთიდან შემოსულ იმ 20,000 ოსს. ამ ხნის განმავლობაში ჩრდილოეთიდან შემოსული ოსები თავს ირჩევდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სარწმით. 1921 წლიდან საქართველოში მოქმედებდა ოსი ყაჩაღების ბანდა დჟატილ კოკოევის ხელმძღვანელობით. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მასალებში ფიგურირებს ამაზრზენი ხასიათის დოკუმენტური მასალა. რა საშინელებს ჩადიოდა ეს ადამიანები ქართულ მოსახლეობასთან მიმართებაში. საბჭოთა ხელისუფლება ვითარების გამოსასწორებლად არავითარ ღონისძიებას არ მიმართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის იმ პერიოდის მასალებში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კრიმინალთა დასჯის ან რაიმე რეაგირების ფაქტს ადასტურებს, გარდა ერთისა. კომისარიატი ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას ოსური ბანდფორმირებების ვლადიკავკაზში გაწვევას თხოვდა. რა შვაშია ჩრდილო ოსეთი? მაშინ, როდესაც არსებობს სამხრეთ ოსეთის რევკომი. რატომ სამხრეთ ოსეთის რევკომიდან არ ითხოვენ ჟატილ კოკოევის ბანდფორმირებების საქართველოდან შიდა ქართლიდან გაყვანას და რატომ ითხოვენ ჩრდილო ოსეთიდან? ეს მოთხოვნა იმდენად კატეგორიული იყო, რომ 1921 წლის დასასრულიდან უკვე კოკოევის ბანდფორმირება აღარ ჩანს. არც ის ჩანს არქივულ მასალებში, მოკლეს თუ არ მოკლეს კოკოევი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოკოევი რომ მოეკლათ და ის ბანდფორმირება გაენადგურებინათ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოხსენებით მასალებში აუცილებლად აღნიშნული იქნებოდა ეს ფაქტი. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის რევკომის ხელშეწყობის საფუძველზე ამ ბანდფორმირებამ საქართველოს საზღვარი გადალახა და ჩრდილო ოსეთში გადავიდა. მეორე აგრესიულ ბანდფორმირებას ვინმე ძახოევი ხელმძღვანელობდა, რომლის თავგასულობად საბჭოთა ხელისუფლებამ იქამდე მოითმინა, ვიდრე პრობლემები თავად ბოლშევიკების მიერ დანიშნულ კადრებს არ შეეხოთ. მეორე ბანდფორმირება ეს იყო ძახოევის ხელმძღვანელობით. ძახოევმა ჯერ გორის მაზრაში ქართული მოსახლეობა დააწიოკა და როცა საფუძვლიანად გაძარცვა, ამის შემდეგ გადაინაცვლა დუშეთის მაზრაში. როცა დუშეთის მაზრაში გადაინაცვლა, ძახოევის ბანდფორმირება პირდაპირ შეუტია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნულ კადრებს და თავისი კადრები დანიშნა. აი ამის შემდეგ კეთილი ინება საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებამ და გადაწყვეტილება მიიღო ძახოევის ბანდფორმირების ლიკვიდაციის შესახებ და 1922 წელს თხოსოს ხეობაში ძახოევის ბანდფორმირება თვითონ ძახოევი განადგურებული იქნა. მიუხედავად მძიმე ფონისა, ოს სეპარატისტებს მაინც ეძლეოდათ შანსი ოფიციალურად მოეთხოვათ და უსამართლოდ დაეკანონებინათ ის, რასაც იქამდე იარაღის ძალით ვერ აღიხებდნენ. 1921 წლის სექტემბერში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტისა და ბოლშევიკური ორგანიზაციების გაერთიანებულ კონფერენციაზე ოსმა სეპარატისტებმა არც მეტი არც ნაკლები სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა მოითხოვეს. თუმცა მაშინ ეცოდება ეს არ განხორციელდებოდა. ეს არ არის მთავარი. თუ ეს არ განხორციელდებოდა, ისინი ავტონომიური ოლქითაც ხმაყოფილდებოდნენ ამ ავტონომიური რესპუბლიკით. მთავარი აქ ის არის, რა ტერიტორიას ითხოვენ. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ოსის სეპარატისტები ითხოვენ, რომ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში შევიდეს გორის მაზრა მთლიანად. გორის მაზრა დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით წარმოადგენს გორის რაიონს, კარელის რაიონს, ხაშურის რაიონს, კასპის რაიონს. ფაქტიურად ისინი ითხოვდნენ რკინიგზასაც კი, ამიერკავკასიის რკინიგზასაც და იმ ავტომაგისტრალს, რომელიც დღეს დაახლოებით რკინიგზას გაზდებს. ესე იგი, ამ რკინიგზის ჩრდილოეთით კი არ ითხოვდნენ ტერიტორიას, მთელ გორის რაიონს ითხოვდნენ. რაჭის მაზრის ნაწილი. რაჭის მაზრაში მაშინ შედიოდა ის ნაწილს, რასაც ოსის სეპარატისტები ითხოვდნენ, იყო დღევანდელი ონის რაიონი.
დუშეთის მაზრის ნაწილი ის სოფლები რომლებიც ესაზღვრებოდა სამაჩაბლოს კობის ჩათვლით კობიც უნდა შესულიყო აი სადაც ახლა დამშვები პუნქტია ესეც უნდა შესულიყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ასევე შორაპნის მაზრის ნაწილს ანუ დღევანდელი დარაიონებით საჩხერის სოფლების დიდ ნაწილს საჩხერის რაიონის სოფლების დიდ ნაწილს და ჭიათურის რაიონის სოფლების შედარებით მცირე ნაწილს დედაქალაქად ითხოვდნენ საჩხერის თანაც დაურთო 15 პუნქტიანი კონსტიტუცია ამ კონსტიტუციაში ყურადღება გამახვილებული არის მხოლოდ და მხოლოდ ოსების შესახებ ერთი სიტყვაც არ ფიგურირებს არსად სამხრეთ ოსეთად მოაზრებულ ტერიტორიაში მაცხოვრებელი სხვა ადამიანების შესახებ დაუშვათ რომ შეიქმნას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქ მაცხოვრებელი ქართველები ებრაელები სომხები რა უფლებებით ისარგებლებდნენ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ისინი კონსტიტუცია მათ მიერ შედგენილი ეს კონსტიტუცია ერთ სიტყვასაც არ ამბობდა ამის შესახებ ეს იმდენად წარმოუდგენელი და აბსურდული მოთხოვნა იყო, რომ ქართველი ბოლშევიკებიც აღაშფოთა. ამ საქმისათვის მსვლელობის მიცემა მაშინ თვით მოსკოვის ბრძანებათა უსიტყვო შემსრულებელმა, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემაც ვერ გაბედა და მოთხოვნა ფორმალური განხილვისათვის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადაუგზავნა. მინისტრიც სახალხო komisარი იყო ასევე პირწავარდნილი ბოლშევიკი და მოსკოვის ნების უსიტყვო შემსრულებელი ბესარიონ კვირკველია. მაგრამ პროექტი იმდენად უაზრო იყო, რომ ბესარიონ კვირკველიამ დაწერა უარყოფითი დასკვნა. ნახეთ, თვითონ კი არ დაწერა, სპეციალისტებს მისცა ეს ეთყობა. მაგრამ ხელი თვითონ მოაწერა, რომ ბევრი თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელია, ის არ აკონკრეტებს ავტონომია თუ საბჭოთა რესპუბლიკა. აქ ერთი ადმინისტრაციული ოლქი არ შეიძლება იყოს. 3 რეგიონისაგან შედგება, 3 განსხვავებული ბუნებრივი გეოგრაფიული პირობები აქვს და უბრალოდ წარმოუდგენელია კობიდან ბორამდე და ხაშურამდე რა უნდა გადაადგილდეს ადამიანი ამ რეგიონში. არგუმენტირებულად უარყოფითი დასკვნის დაწერაში ბესარიონ კვირკველიას ქართველი მეცნიერი, ლიტერატურად მცოდნე და პოლიგლოტი პავლე ინგურო ყვადაეხმარა, რომელიც 1917 წლიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ეროვნული საბჭოს, შემდგომში კი პარლამენტის წევრი. ჰქონდა ფუნდამენტური შრომა აფხაზეთის ოლქის შესახებ, რის გამოც აკადემიკოსად აღარ აირჩიეს. $1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთ ხელმომწერს საქართველოს ტერიტორიული მოწყობის, საზღვრებისა და ეთნიკური შემადგენლობის საკითხში ქართველი ბოლშევიკებიც დიდი გულისყურით უსმენდნენ და ოსურ სეპარატიზმთან კანონის ენაზე ბრძოლაში ხშირად დახმარებას თხოვდნენ. როგორც ჩანს, ისტორიული დანაშაულისა და შთამომავლობის რისხვის ბოლშევიკებსაც ეშინოდათ. თუმცა პირველი დემოკრატიული მთავრობის დამხობის საქმეში მხარდაჭერის გამო სეპარატისტების წინაშე ვალდებულებასაც ვერსად გაურბოდნენ. ფილიპე მახარაძე შეშინდა, ახლა ეს ელოდად დადებით დასკვნას ბესარიონ კვირკველიადან და ხელს დაიბანდა პილატეს როლს ითამაშებდა და ამას გაატარებდა რევკომის ყდომაზე. და ადგადა საკითხი განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში როგორც საქმე მოხდა, მაშინდელმა ხელმძღვანელებამ საფრანგეთში ჩააყენა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ორჯონიკიძე. სერგეი ორჯონიკიძემ ეს საკითხი განიხილა ოსების მონაწილეობით, უარი უთხრა ოსებს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაზე, უარი უთხრა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოითხოვეს და პრაქტიკულად ბოლო დრომდე, როცა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთი საზღვრებში, საზღვრები დაუდგინა ჯავის, ცხინვალის, ახალგორისა და ზნაურის რაიონები. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ოსების ერთგულების გასამსჯელოს მასშტაბებზე მწვავე კამათი თვით ქართველ ბოლშევიკებს შორისაც დაიწყო. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით 2 კომისია შექმნა. ერთს ვინმე კაკაბაძე ხელმძღვანელობდა,
რომელიც რევკომისა და ოს სეპარატისტთა ინტერესებს გამოხატავდა. მეორე მხარეს კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იდგა ბესარიონ კვირკველიას ხელმძღვანელობით. კაკაბაძის კომისიამ შექმნა პროექტი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის საზღვრების შესახებ. და უნდა მოგახსენოთ, რომ მე მოახდინე ამ ორი პროექტის ერთმანეთთან შედარება. სამხრეთ ოსეთის რევკომის პროექტისა და კაკაბაძის კომისიის მიერ შედგენილი პროექტის ურთიერთ შედარება. განსხვავება თითქმის არაფერია. ტერიტორიული საზღვრების თვალსაზრისით ნაბიჯ-ნაბიჯ მიწვება სამხრეთ ოსეთის რევკომის მიერ შედგენილ პროექტს. კაკაბაძის კომისიას ლობირებს კაუპიურო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მით უმეტეს, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი დასაბჭოებული საქართველოს ბესარიონ კვირკველია სასტიკი წინააღმდეგია იმ კომისიის მიერ შედგენილი პროექტისა. იგივე ბესარიონ კვირკველია 1921 წლის სექტემბერში წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც საქართველოს რევკომს წარედგინა, მიუთითებს, რომ ყოვლად შეუძლებელი არის საქართველოს სინამდვილეში შეიქმნას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. და ბესარიონ კვირკველი ასაბუთებს, რომ ის ტერიტორია, რომელიც ტერიტორიაც მოაზრებული არის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად, ძირითად მაცხოვრებლებს შეიცავს ქართველობა, დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ჰიდროგრაფიული პროცესებიდან გამომდინარე, ელემენტარულად არ არსებობს არანაირი საშუალება, რომ შექმნას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამ მოხსენებას მაშინდელმა მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია. მაშინ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც არა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, არამედ სამხრეთ ოსეთის მაზრა უნდა შექმნილიყო. ეს მაზრა მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ გორის მაზრით ჩრდილო ნაწილს მოიცავდა. მაშინ არ შედიოდა არც დუშეთის მაზრა, არც შორაპნის მაზრა, არც რაჭის მაზრა. გასწორია, აი ამ შვიდ სასოფლო საზოგადოებაში შემოვალი ქართული სოფლები ცხინვალს ემორჩილებოდა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ეს დადგენილება გადაუგზავნა საქართველოს რევკომს. საქართველოს რევკომმა, რომელიც პირდაპირ სტალინს ემორჩილებოდა, ეს დადგენილება არ დაამტკიცა. საარქივო მასალების საშუალებით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ გამიჯვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დოკუმენტის არსებობა გამოვლინდა, რომელიც პირველი დეკრეტის სახელით იყო ცნობილი და ნაწილობრივ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს გამოხატავდა. ეს დეკრეტი გასახილველად გადაეცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებულ ტერიტორიული გადამიჯნის განყოფილებას, რომლის ხელმძღვანელი იყო უაღრესად განათლებული პიროვნება, შესანიშნავი იურისტი გრიგოლ გველესიანი. გრიგოლ გველესიანმა ამ პროექტზე დაწერა დასკვნა. გრიგოლ გველესიანი ამბობს, რომ ნუ ვიჩქარებთ დეკრეტის გამოქვეყნებას. ჯერ გავარკვიოთ, რა უფლებებით ისარგებლებს ავტონომიური ოლქი სამხრეთ ოსეთის, რა საზღვრებში შემოიფარგლება იგი და ამის შემდეგ დავაზუსტოთ ეს საზღვრები და ამის შემდეგ მოხდეს მისი გამოქვეყნება. იქ ჩამოთვლილი იყო 7 სოფელი, რომელიც არ უნდა შესულიყო სამხრეთ ოსეთის ქართული სოფელი შემადგენლობაში და გრიგოლ გველესიანი უმატებს 2 ქართულ სოფელს კიდევ. ესე იგი, ამ დეკრეტის პროექტის გამოქვეყნების შემთხვევაში 9 ქართული სოფელი არ უნდა შესულიყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შემადგენლობაში. საქართველოს რევკომმა ეს დეკრეტიც უარყო. პარტიის ყრილობაზე კი ნაციონალისტად შერაცხული ბესარიონ კვირკველია თანამდებობიდან გადააყენეს და სამხედრო საზღვაო კუმისრად ჩამოაქვეითეს. მის თანამოაზრეებსაც იგივე ბედი ერგოთ. ეროვნულ სახელმწიფოებრივი ანტისეპარატისტული დასკვნებისათვის 1937 წელს ბესარიონ კვირკველია ბოლშევიკებმა დახვრიტეს. პავლე ინგოროყვა კი დასჯას მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ ის საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნისათვის დასჭირდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკები ყველანაირად ოსეპარატისტებს გულშემატკივრობდნენ, ცხინვალის დედაქალაქად გამოცხადებას მაინც ვერ ბედავდნენ. პრობლემა ის გახლდათ, რომ რეგიონში ოლქის შესაქმნელად საჭირო ოსური მოსახლეობა არ ირიცხებოდა. 1922 წელს საქართველოს საკისა და სახალხო კომისართა საბჭოს ნომერ 2 დეკრეტის საფუძველზე საქართველოს ძირძველ მხარეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი დაუკანონეს. დადგენილება, რომ შეიქმნა ჯუჟნია ასეთია საქართველოში, ეს დადგენილება ქართული სტაციამ კი არ მიიღო რომელიმე. ეს დადგენილება მიიღო კავბირო რსდრპ, ესე იგი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცვლილებში ბოლშევიკების კავკასიის ბიურო, რომელიც იჯდა როგორ გონიათ სადიშდა როსტოვში იჯდა. ამან მიიღო, ესე იგი უცხო ქვეყნის, უცხო პარტიის ბიურომ მიიღო დადგენილება საქართველოში გარკვეული დასახელების რაღაცა პოლიტიკური ერთეულის შექმნის შესახებ. იგივე დადგენილება დაამტკიცა მოსკოვის ცეკამ, პარტიის ცეკამ მოსკოვში. ანუ ეს იყო პირდაპირი აგრესია მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელთანაც რუსეთს ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა. კიროვი იყო აქ ელჩი და სხვა. და საქართველოს ადგილობრივმა თავრობამ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ერქვა მაშინ. იმან მხოლოდ და მხოლოდ 14 თვის თავზე გააკეთა ეგ. ესე იგი იმათი დადგენილება ამან გაიმეორა 14 თვის თავზე. ეს 14 თვე მოუნდა რას? მოუნდა იმ ქართული მოსახლეობის, მაშინ ქართული მოსახლეობა იმ ზონაში მეტი იყო რუსული მოსახლეობა. რიცხობრივად ქართველები აღემატა ისინი ადგილობრივი ავტოქტონური მოსახლეობა, მკვიდრი მოსახლეობა, მოსულ მოსახლეობას აღემატებოდა რიცხობრივად. აი მიუხედავად ამისა მაინც შექმნეს ეს 14 თვე მოუნდა აი მოსახლეობის გატეხას. ეს მოსახლეობა დაეთანხმებინათ, რომ არ გამოსულიყვნენ გზაში და ფიცნები და ნაჯახებით არ დარევოდნენ ამის განახორციელებლად ხელისუფლებას. როდესაც საქართველოს შუაგულში ბოლშევიკები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს ქმნიდნენ და მასში ქართულ სოფლებს იძულებით აერთიანებდნენ, კავკასიონის ქედს მიღმა მდებარე ოსთა კუთვნილი ქვეყანა, დედაქალაქით ვლადიკავკასი, რუსეთის ჰეგემონიის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა მაინც და მაინც ველიკორუსულ გუბერნიებთან გათანაბრებული არ იყო. კავკასიონის ქედს მიღმა მცხოვრები ოსები ერთი შეხედვით საკუთარ ქვეყანას თვითონ განაგებდნენ და კუთვნილი ნაციონალური ღირებულებებიც ჯერ კიდევ გააჩნდათ. 1924 წელს რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთს ავტონომიური ოლქის სტატუსი უბოძა. 1936 წელს კი ის რესპუბლიკად გამოცხადდა, რაღა თქმა უნდა რუსეთის შემადგენლობაში. უბრალოდ 36 დე იურე გაფორმდა ის, რაც დე ფაქტო არსებობდა. დედაქალაქს სახელი ვლადიკავკაზი შეუცვალეს და ორჯონიკიძე დაარქვეს. ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს თავმჯდომარის პოსტზე მყოფმა სერგო ორჯონიკიძემ საქართველოს მიწაზე ოსებისათვის პოლიტიკურ ტერიტორიული ერთეულის შექმნის ხელშეწყობისათვის ეს ჯილდო მიიღო. საერთოდ ოსეთის სტატუსის საკითხი დადგა მხოლოდ ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რატომ დადგა ისი? იმიტომ რომ ერთადერთი იმ პერიოდისათვის ოსები იყო, რომლებიც ბოლშევიკებს გვერდით ედგათ. მალავდნენ ბოლშევიკებს, და საბჭოთა ლეჩკოვის რაზმი მთლიანად იქ იმალებოდა ტყეებში. იმალებოდა, როცა სდევნიდან ბოლშევიკებს არა, ოსები მალავდნენ მას და დაუფასეს კიდევაც. და ამიტომ მთელი რიგი სოფლები, ჩვენ რა ვიღოთ ახლა, რაჭის სოფლები, იმერეთის სოფლები, შემდგომ ოსების განკარგულებაში გადავიდა. თუმცა ამ პერიოდში გადამწყვეტ სიტყვას ეროვნულ საკითხებში საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარი იოსებ ბესარიონიძე სტალინი ამბობდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარ შეცდომას მიხვდა და დანაშაულის სტოლფას იქმედების კოლეგაზე გადაბრალებას სცადა. სტალინი მიხვდა, რომ ყოვლა დაუშვებელი იყო არა ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება, არამედ საერთოდ მოსული ავტონომიის შექმნა, რომელიც 22 წელს შეუდგა. ნიკო ბერძენიშვილი წერს, რომ სტალინმა თქვა, რომ ორჯონიკიძემ საზღვრებთან და ავტონომიებთან დაკავშირებით კომკავშირული სიჩქარე გამოიჩინა. ისე იგი სტალინმა ფაქტურად გადააბრალა ორჯონიკიძეს და ორჯონიკიძეს შეახოცა ხელი აი ამ ავტონომიების და საზღვრების საკითხთან მიმართებაში, მაგრამ დოკუმენტური
მასალით დასტურდება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტალინი თუ ვიდრე საზღვრების საკითხთან დაკავშირებით, როცა სტალინი ჩამოდის საქართველოში ჩამოდის კავკასიაში, კავკასიის ხტობას როცა ესწრება, გადამწყვეტ სიტყვას სტალინი ამბობს. აქ სტალინის რომის წილია ამ საკითხთან, ამ უბედურების საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვჭირს, რომის წილია. მართალია ბოლშევიკურმა კოლექტივიზაციამ აგრარული და ეთნიკური კონფლიქტი შეასუსტა, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული უსის სეპარატისტების მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს მიწაზე საკუთარი ტერიტორიისა და ისტორიის შესაქმნელად მაინც არ შეჩერებულა. სხვადასხვა აბსურდულ მოთხოვნას ამოფარებული საბჭოური ფარული სეპარატიზმი ნაბიჯ-ნაბიჯ იკიდებდა ფეხს და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. მორიგი ასეთი აბსურდული მოთხოვნა ოსის სეპარატისტების მხრიდან 1925 წელს გაჩნდა. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ოსიერის კუთვნილი სამშობლოს, ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს გულში, ბოლშევიკების მიერ მიზანმიმართულად შექმნილი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თემა. ეს საკითხი პირველად 1925 წელს ჩრდილო ოსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე წამოიჭრა. თუმცა 20-იან წლებში უცნაური ის გახლდათ, რომ 1925 წლის 27-31 მარტის სამხრეთ ოსეთის მუშათა და გლეხთა საბჭოების ყრილობამ ეგრეთ წოდებული ორი ოსეთის ერთ ავტონომიად გაერთიანება საქართველოს შემადგენლობაში არჩია და დედაქალაქად ცხინვალი მოიაზრა. სამხრეთელებმა კი არ დაუჭირეს, მხარი დაუჭირა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც არ უნდოდა სტატუს-კვოს გარღვევა. რომ მოსკოვი ვერანაირად ვერ გამოვიდოდა ინიციატივით, რომ ვერ დაუჭერდა მხარს სამხრეთ ოსეთის გადასვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ისინი უბრალოდ ნიადაგს ამზადებდნენ უკეთესი დროისათვის, როცა ეს მოძრაობა მათ დაჭირდებოდა. მაშინ შეიძლებოდა თათრებსაც მოეთხოვათ რუსეთიდან განოსვლა, ჩუვაშებს, მორდველებს, უამრავი ხალხი იყო, იგივე ჩაჭდებს, ინგუშებს. ამით ოსური სეპარატიზმის წაქეზებით რუსეთი ნინტოს ჭრიდა, რომელზედაც თვითონ იჯდა, ეს არ უნდოდა რუსეთი. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, ინსპირირებული, ამას აგენტურა აკეთებდა. ჩრდილო-ოსეთში წამოაყენებდნენ ამ წინადადებას, რომ უნდა შევიერთოთ სამხრეთ ოსეთი, მაგრამ შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ისევ მოსკოვის მითითებით ვერ სათქმევინებდნენ ამაზე და ამით დადგინდებოდა, რომ საბჭოთა კავშირში არის შესანიშნავი ეროვნული პოლიტიკა. აქ რომელიმე სეპარატისტული ჯგუფის მოთხოვნით რესპუბლიკის საზღვრები არ შეიცვლება და მოსკოვი მტკიცედ დგას სადარაჯოზე და იცავს ყველა რესპუბლიკის საზღვრების შეუვალობას. ამ საზღვრების ხედის ხდება მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ. მოხდა იმით, რომ იმან ხრუშჩოვმა ყირიმი რუსეთის შემადგენლობიდან გადაიღო უკრაინის შემადგენლობაში. აი ამით მოხდა. ციმბირში კიდე რაღაცა გაკეთდა. თუმცა სტალინის ეს იყო აბსოლუტურად შეუვალი. ეს საკითხი იდგა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი იყო მაშინ თუ არ ვწდები მე ნაზარეტიანი გახლავდა იმ ჩრდილოეთ ოსეთის მართველი ბოლშევიკების ხელმძღვანელი და ეს ჩართული იყო ამ საქმეში. სტალინი ბუნებრივია, გორჯენიგიძე იყო ჩართული ამ საქმეში, სტალინი არის ჩართული ამ საქმეში. ეს მიმდინარეობდა ხანძრივი პერიოდის განმავლობაში და იდგა საკითხი გაერთიანების შესახებ. მაგრამ ის ლაპარაკი იყო, რომ კარგი გაერთიანდება ეს ორივე ერთად, მაგრამ რა დაერქვა მას ერთ-ერთი და მეორეს სად იქნება ცენტრი. იყო მოსაზრება, რომ ბევრი მხარს უჭერდა იმაში, რომ ცენტრი ყოფილიყო მაინც აქ სამხრეთში, არა და არა თქვა ჩრდილოეთში. სხვადასხვა აქ საინტერესო დეტალი რა არის, იცით რომ აი ეს გაერთიანება შემდეგ ჩაიშალა ეს გეგმა არარეალური იყო ეს გაერთიანება იმ დროისათვის. მე არ ვიცი შეიძლება მანევრიც იყო ეს ბოლშევიკების ხელისუფლების იმ დროისათვის. იმიტომ რომ გაერთიანების შედეგად ოსები მეც მიიღებდნენ ბუნებრივი უფრო გაზრდილდებოდნენ და შეიძლება ეს თამაშიც იყო გარკვეულად კრემლისა, რომ აი ეს წამოეწყო, მაგრამ არ დაემთავრებინა და არ მიეცა. საქმე იმაშია რომ ვარი რატო უთხრეს ის ძირთადი ერთ-ერთი მიზეზი არსებობს იმ შესახებ რომ აი რომ გაერთიანებულიყო სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი თქვენ ხომ იცით რომ იკეტება ის გურაბაში ხო არ იყო ეს ფოტოს გურაბი ასე რომ ზამთრის პერიოდში სამხრეთელი ოსი ვერ შეძლებდა გადაადგილებას იქით ვერ შეძლებდა ის ბუნებრივია წასულიყო ჩრდილოეთში თუ ის იქნებოდა ცენტრი ამ შემთხვევაში
ვერ შეძლებდა. ვერც ისინი ვერ შეძლებდნენ ჩამოსული იყვნენ ნავს. შორსმჭირეტების სეპარატისტების მიერ ქართული მიწაწვლის მიტაცების შეიძლება ითქვას გარდამავალი ეტაპისათვის მზადება მაშინაც და მომდევნო პერიოდშიც კრახით დასრულდა. 1922 წლის 30 დეკემბრის დეკლარაციით საქართველოს საბჭოთა კავშირში ნებაყოფლობით შესული დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და მოსკოვი მის საზღვრებს ხელაღებით ვერ შეეხებოდა. ჩრდილოეთ ოსეთისა და ისტორიული სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბის გაჭრას კი რუსეთის კომუნისტური ხელისუფლება მხოლოდ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შეუდგა. წლების განმავლობაში შიდა ქართლში ბოლშევიკების მიერ ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოსურ მოსახლეობას ჰქონდა უდიდესი მხარდაჭერა ცენტრიდან. ქართველების მხრიდან კი ყველანაირი პირობა საკუთარი კულტურისა და ენის განვითარებისათვის. ასევე იწრთობოდნენ ოსი ეროვნების გენერლები რუსეთის არმიაში.